ეს ბიჭები ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობენ. უყვართ სპორტი და მოსწონთ გოგოები. მაგრამ ბევრისგან მაინც საკმაოდ განსხვავდებიან. ისინი როგორც თვითონ ამბობენ ექსტრემალი როკერები არიან. უსმენენ hard rocks და ეძებენ ექსტრიმს ყველგან, სადაც კი მისი პოვნა შეიძლება. აქვთ საკუთარი საიტი და ჰყავთ არც თუ ისე ბევრი ფანი. მოგეთ ეხლა საიტზე დავუყავით ახალი ფოტოები, ვიდეოები და რაღაცეები და ეხლა წავედით ჩვენი ყოველდღიური გიჟური ცხოვრება იწყება. Subliminal mindfuck America. ექსტრემალების ამ ჯგუფს სახელიც ექსტრემალური და არაორდინალური აქვს. მათ ბუნკერი ჰქვიათ. რატომ? თვითონაც არ იციან. ერთმანეთს რამდენიმე წელია იცნობენ, ხოლო ბუნკერი სულ რაღაც ერთი თვის შექმნილია. ძირითადად ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედებენ. მათ აქ თითქმის ყველა იცნობს. ისინი ტრამვებს არ ერიდებიან და არც ერთმანეთს ინდობენ, მაგრამ ამას უკვე შეეჩვივნენ. ექსტრემალობა მაგარია რა ბიჭო, ხან შენ გცემენ, ხან შენ ატკენ, ხან იტოქში რა ძალიან ასწორებს და ერთი თვე ეს დავიწყეთ რა, ჯერ სამნი ვართ და არც ვაპირებთ არავის მიღებას, იმიტომ რომ სამივე გავაგზავნებ და რაც ახლა გავაკეთეთ, უარესებსაც გავაკეთებ. ხან შეგცემე, ხან შენცემ. ეხლა ვაში. ისინი წინასწარ არაფერს გეგმავენ, აკეთებენ იმას, რაც იმ მომენტში გაუსწორდებათ. მათი ქცევიდან გამომდინარე ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რამდენად აინტერესებთ ხალხის აზრი. ბიჭებს არაერთი მძიმე ტრამვა აქვს გადატანილი. ესეთი რამე ადრეს გამიკეთებია, მაგრამ შლემი მოძა და თავი გამიტყდა. მათ ძალიან მოსწონთ ახალი მთავრობა. ოღონდ არა იმიტომ, რომ რაიმე რეფორმა მოეწონათ. მთავრობამ ხომ თბილისის ქუჩებში ახალი ბორბლებიანი ბუნკერები დადგა. ბიჭებმა ახალ ბორბლებიან ბუნკერს კი სხვა დანიშნულება მოუპოვეს. ესეთი გართობა ბევრს შეიძლება სიგიჟედ მოეჩვენოს, მაგრამ ეს ბიჭები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ამაში ექსტრიმს პოულობენ. ექსტრიმი მეც მინდა. იმედი არ დავიმტრევი. ოიმე! ბუნკერი ჩამოსვლის იდეა ეკუთვნის დათის, თავიდან გვიჭირდა, მაგრამ შემდეგ გაგვიადულა, რადგან ვისწორეთ მანქანების აცილება. ძალიან ექსტრემალურია, ძალიან დიდი შანსია, რომ გადმოყევადით ბუნკერი დაიმტვე, რაღაც მოტეხილობა აიკიდო, მაგრამ თანდათან დავხვეწეთ და ეხლა უკვე აღარ გვიჭირს და კარგია რა. ყოველდღიური გიჟური დღე დასრულდა. ხვალ ისევ დაბრუნდებიან და ასე იქნება მანამ სანამ რომელიმე ისევ ტრამვას არ აიკიდებს.